რა არ უნდა გააკეთოთ ახალ წელზე. ეს ვიდეო ეხება ისეთ ამბავს, რომელიც არ უნდა გააკეთოთ. არ უნდა გქნათ 2026 წლის ახალი წლის დადგომის შანსი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აუცილებელია, რომ ყველაფერი გადაყაროთ, რაც არის ძველი და დრომორჭმული. აუცილებლად უნდა იყოს აი ყველაფერი თქვენს ირგვლივ ახალი და არ უნდა გააკეთოთ ის, რომ რაღაცა ძველი გატეხილი ნივთები გამოიყენოთ ახალი წლის სუფრაზე. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ზუსტად ახალი წლის ღამით მხოლოდ ერთი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ და არ უნდა ჩაიფიქროთ ბევრი სურვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩამოწეროთ გეგმა, რაც გინდათ, რომ განახორციელოთ. სურვილით მხოლოდ ერთი უნდა ჩაიფიქროთ. ასევე ახალი წლის წელზე არ უნდა გააკეთოთ ის, რომ დაიტოვოთ ის სიტუაციები, სადაც თქვენ ხართ ცუდ მდგომარეობაში, თქვენ გაყენებენ შეურაცხყოფას და მაინც ითმეთ. ანუ მსგავსი სიტუაციები უნდა დატოვოთ 2025 წელს, რადგან 60 წელიწადში ერთხელ მოდის ეს წელიწადი, რომელიც ახლა მოდის და ეს წელიწადი მოითხოვს ყოველგვარ დისციპლინას და იმას, რომ ყველაფერი ძველი დატოვოთ წარსულში. აუცილებლად, როდესაც გადავდივართ 3-დან 5-დან განზომილებაში, აუცილებელია, რომ ახალ წელზე არ გავაკეთოთ ისეთი სიტუაციები, სადაც სხვა ადამიანებს დავაზარალებთ და ვიმოქმედოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ორიენტირებულ საქმეებზე და ემოციურად ჩვენი თავი დავასტაბილუროთ მაქსიმალურად. ასევე ახალი წლის ღამეს არ უნდა გავაკეთოთ ისეთი საჭმელები, რომელიც იქნება მწარე და ცხარე. ცეცხლოვანი ცხენის წელს არ უყვარს ცხარე საჭმელები, ამიტომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. თუ რა თქმა უნდა გჯერათ ამ ყველაფერს. მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ დაფასდეს ეს ვიდეო, გააზიარეთ და იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს ნახვა და ჩემი ენერგიის შრომა, რაც ამ ვიდეოს ჩავდე, გამიბრუნდეს, აუცილებლად არის საჭირო, რომ ვიდეო დაალაიქოთ. მადლობა ყურადღებისთვის.